პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი აქცენტი გრიპის ვირუსზეა, ვინაიდან დეკემბერი და იანვარი წარმოადგენს იმ სტატისტიკის მიხედვით, რასაც გვაწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, გრიპის ვირუსის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდს. ამიტომ ეხლა ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოში დომინანტური სწორედ გრიპის ვირუსი გახლავთ და თუ გადავხედავთ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, ნათლად ჩანს, რომ ყველა ვირუსული ინფექციის 40% მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების მომხსაობარი სწორედ გრიპის ვირუსით არის გამოწვეული. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კითხვა, როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი თუ რა ტიპის ვირუსია კონკრეტულ შემთხვევაში. აქ ალბათ ძალიან გაძნელდება სხვა ტიპის ვირუსებზე ლაპარაკი. გრიპთან ერთად ქვეყანაში ცირკულირებს პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსის რაოდენობა, ასევე მაღალია მეტაპნევმოვირუსი, რომლის გარშემო ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, თუმცა მათი განსხვავება დაავადების მიმდინარეობის მიხედვით ძალიან რთულია. გრიპის ვირუსს გააჩნია მეტნაკლებად გამოკვეთილი კლინიკური სურათი, რაც საშუალებას გვაძლევს ეჭვი მივიტანოთ მის არსებობას. ეს არის მაღალი ტემპერატურა 38 და მეტი, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, ასევე შესაძლებელია იყოს გამოხატული საერთო სისუსტე, უმადობა. აქედან გამომდინარე გრიპის ვირუსს ახასიათებს სწორედ ყველაზე მეტად მძიმე მიმდინარეობა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ვირუსს შორის, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, გრიპის ვირუსს აქვს გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი. ამ გართულებებში პირველ რიგში გულისხმობ ფილტვების ანთებას და სტაციონარების, განსაკუთრებით პედიატრიული სტაციონარების ძალიან დიდი რაოდენობა პაციენტების სწორედ ფილტვების ანთებით ხდება საავადმყოფოში და მის უკან როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში სწორედ გრიპის ვირუსი დგას. ბატონო ივანე, რამდენი დღის განმავლობაში მიიჩნევა, რომ ვირუსი, ასე ვთქვათ, არ არის მაინც და მაინც საშიში და მას შეიძლება სახლის პირობებში გაუმკლოდეთ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? აი რა სიმპტომები მიგვანიშნებს იმაზე, რომ მდგომარეობა გართულდა? ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ გვაქვს, იმიტომ რომ აქ ყველაზე მთავარია ასაკი. მცირე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, გრიპის ვირუსის პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე აუცილებელი და საჭიროა პედიატრის ან ოჯახის ექიმის ინფორმირება, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში გართულებების განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია, ამიტომ პირველივე დღეებიდანვე აუცილებელია ექიმის ჩართვა. ასევე რისკის ჯგუფს მიეკუთვნება ორსულები, რისკის ჯგუფია 60-ს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, აქ ალბათ დალოდების ფუფუნება არ აგვაქვს. პირველივე დღიდანვე, პირველივე სიმპტომებისთანავე, როცა თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ხომ არ არის გრიპის ვირუსი, უმჯობესია იყოს ჩართული პროცესში სპეციალისტი. აი სხვა ასაკობრივ ჯგუფში, აქ ალბათ პირველი და ყველაზე მთავარი არის ტემპერატურის და ტკივილის მართვა. ის რაც ახასიათებს გრიპის ვირუსს, აქ შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში სახლის პირობებში მართოთ მდგომარეობა, გამოვიყენოთ სიცხის დამწევის საშუალებები, ვეცადოთ რომ 6 საათიანი ინტერვალით დავიცვათ სიცხის დამწევის საშუალებების მიცემა შორის. ძალიან მნიშვნელოვანია სითხეების დამატებით მიცემა და სითხეებში პირველ რიგში თბილი სითხეები გვამსხვედელობა, შეიძლება იყოს ჩაი, შეიძლება იყოს ახალმომზადებული ხილის წვენი, მაგრამ ტემპერატურის მართვა და სითხეების დამატებითი მიწოდება არის ერთ-ერთი მთავარი და არა ანტიბიოტიკი და არა ხელისაწინააღმდეგო საშუალება და არა სხვადასხვა სახის ცხვირის წვეთები. ეს ყველაფერი არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, არ ახდენს ზეგავლენას სიმპტომებზე, ასე რომ პირიქით ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ანტიბიოტიკის იმედი გვაქვს და ძალიან ხშირად სამწუხაროდ მიმართავენ ხოლმე ანტიბიოტიკოთერაპიას განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, ასე არანაირი კავშირი გრიპის ვირუსის ეფექტურ მართვასთან რა თქმა უნდა არ აქვს. რაც შეეხება გახანგრძლივებულ ძლიერ ხველას, რომელსაც განსაკუთრებით ბევრი უჩივის ამ სეზონზე. არის თუ არა ეს გრიპის ვირუსის გართულება, თუ არ არის აუცილებელი ეს იყოს გრიპის ვირუსი და არის ნებისმიერ დაუშვათ სეზონური ვირუსის მძიმე ფორმა და ან გართულებული ფორმა? აქაც ალბათ უნდა აღნიშნოთ, რომ ხველის გახანგრძლივება ყველაზე ხშირად შეიძლება გრიპის ვირუსით იყოს გამოწვეული. ეს ბრონქიტია. გახანგრძლივებული ხველის შემთხვევაში დიაგნოზი გვაქვს ბრონქიტი და აქვე დავამატებ გახანგრძლივებულად შეიძლება ჩაითვალოს ხველა, რომელიც 7 დღეზე მეტი ხანი გრძელდება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ჩვენ გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები გვაქვს. გაციება როგორც წესი გაცილებით სწრაფად მთავრდება და ეს 7-10 დღე არის მაქსიმალური ხანგრძლივობა, მაგრამ თუ გახანგრძლივდა ხველა, აქ უკვე უნდა ვიფიქროთ, რომ გრიპის ვირუსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსი გართულდა ბრონქიტით. აქ ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ციფრი მინდა დავასახელო. 3 კვირამდე პერიოდის განმავლობაში ხველის გახანგრძლივება არ ითვლება როგორც
რეალურად ქრონიკულად გახანგრძლივებულ ხველად სამედიცინო თვალსაზრისით. 3 კვირამდე შესაძლებელია ყველა შეფასდეს როგორც მწვავე ხველა, ამიტომ არანაირი ნერვიულობა, არანაირი დამატებითი ჩარევა და იგივეს გავიმეორებ ანტიბიოტიკები, ესეთი ხველის შემთხვევაში საჭირო არ არის. ერთადერთი რაც აუცილებლად უნდა იყოს შეფასებული, დროთა განმავლობაში ხველა მცირდება თუ მატულობს. თუ ხველა თანდათან მცირდება, სიხშირეს გულისხმობ, ინტენსივობას გულისხმობ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ ეს არის პოსტინფექციური ხველა, რომელიც თავისთავად ალაგდება აი მაქსიმუმ 3-4 კვირის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს ასევე ესეთ შემთხვევაში საპასუხოდ ხომ არ მატულობს ყველა დაავადების დინამიკაში. ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან მოიმატა 2024 წელს ყივანახველა შემთხვევების რაოდენობა. აი ყივანახველას ახასიათებს სწორედ ხველის პირველი დღიდან 2 კვირის შემდეგ ხველის ინტენსივობის მატება, სპაზმური შეტევითი ხასიათის მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, ასე რომ გარკვეულწილად ეს 2 კვირიანი პერიოდი ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ნაცნობი და 2 კვირის შემდეგ ხველის ინტენსივობის შემცირება პროგნოზულად კარგია. 2 კვირის შემდეგ ხველის ინტენსივობის მატებისა და შეტევითი ხველის განვითარების შემთხვევაში ალბათ აუცილებელია ექიმის კონსულტირება. ბატონო ივანე, ჩვენ გვისაუბრია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში და იქამდე სანამ აქტიურად დაიწყება სეზონური ვირუსების სეზონი. აი ახლა ამ ეტაპზე თუ აქვს აზრი დაუშვათ აცრას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ან ვერ მოასწრეს, ან ვერ გადაწყვიტეს, რომ ჩაეტარებინათ ვაქცინაცია? აქ ალბათ აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ ესეთი იდეალური პერიოდი, ოქროს პერიოდი ვაქცინაციისთვის, რა თქმა უნდა, გასულია, ეს არის ოქტომბრის მეორე ნახევარი, მთელი ნოემბრის განმავლობაში შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება. ჩვენ წელს საქართველოში დეკემბრის დასაწყისშიც არ ქონდა ბევრი შემთხვევა გრიპის ვირუსის, ასე რომ აი ეს ორთვიანი პერიოდი სამწუხაროდ უკვე გამოტოვებულია. ვაქცინაციის ჩატარება ეხლა მნიშვნელოვანია რისკი ჯგუფის მქონე პაციენტებისთვის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათთვის რაღაც ოქროს პერიოდის გასვლის შემდეგაც კი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი. ოღონდ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, თუ თქვენ მიეკუთვნებით რისკი ჯგუფს. ჩვენ ეს უკვე აღვნიშნეთ 15 ასაკის ბავშვებში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, აი მათთვის ეხლაც გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელი და საჭიროა, ოღონდ ერთი ფაქტია გასათვალისწინებელი. ვაქცინის გაკეთებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში მათ მაქსიმალურად უნდა აიცილონ თავიდან სავარაუდო შესაძლო კონტაქტები. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 2 კვირა უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, ხელების ჰიგიენა, თავიდან ავიცილოთ დახურულ ხალხმრავალ სივრცეებში მოხვედრა. ეს 2 კვირიანი პერიოდი ჭირდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას იმუნიტეტის ჩამოყალიბებისათვის, ასე რომ თუ თქვენ რისკი ჯგუფს მიეკუთვნებით, აუცილებლად გაიკეთეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეცადეთ 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად დაიცვათ თავი, ვინაიდან ჩვენ არ ვამბობთ, რომ გრიპის სეზონი იანვარში დამთავრდება. ფიქს მიაღწევს იანვარში, მაგრამ გრიპის ვირუსის იდენტიფიცირება საქართველოში თებერვალი, მარტი, აპრილის განმავლობაში ხდება, ასე რომ წინ კიდევ 3 თვეა, როდესაც შეიძლება გრიპის ვირუსი შეხვდეს, ასე რომ ჯერ კიდევ მათთვის, რომლებიც რისკი ჯგუფებს მიეკუთვნებიან, მოსახლეობის ამ ფენებისთვის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს.